საქართველოში საქართველოს მოღალატეებს, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას მზადდებოდა ერის ღალატის საგულდაგულოდ და ხშირად დაუფარავად. ოღონდ ერთ-ერთ ბრალდებად პრეზიდენტს და ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, კრემლის აგენტებად და მოღალატეებად ელანდებად განსხვავებული აზრის მქონენია. გაზეთ დრონს სათაურშიც კი ქონა გამოტანილი, რამდენი მტერი და აგენტია საქართველოში. დღეს გამოჩნდა რამდენი და ვინ არიან ისინი. ანუ ინტელიგენციის რჩეული, როგორც თავის თავს უწოდებს, კრიმინოგენური ინტელიგენცია. ფიცის გამტეხი თენგიზკიტოვანი და მისი გვარდიელები, სავარძელად დაკარგული მაფიოზები, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი და სხვა ნაზირალები. როცა საქართველოს სანუკვარ მიზანთან მივიდა, მოღალატეებს ნერვებმა უმტყუნეს და ნიღბები ჩამოიხსნეს. არიქა ვიღუპებით ქვეყანა დამოუკიდებელი ხდება. წუხელ ავტომატიან მამა აბრამის ბატკნებმა ბარიკადებად აღმართული მანქანები გაათრიეს. პარლამენტის ფრაქცია ქარტია 91 სპეციალური განცხადებით გამოვიდა, ბარიკადები ნერვებს გვიშლისო. წუხელ გზა გაიწმინდეს უზენაესი საბჭოს შენობისაკენ და ამ დილით 8 საათსა და 5 წუთზე იერიში მიიტანეს მას. ყველა სახის იარაღი გამოიყენეს. აი თქვენ კადრში ხედავთ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც დახმარებას ცდილობენ ერთ-ერთი დაზარალებულის. არის მსხვერპლი და დაჭრილები. არავის არ ინდობენ. საგან თქვენ ნახეთ, როგორ გაუხსნეს ცეცხლი ექიმებს. არც ღმერთისწამ და არც ერი. ქაშუეთის ეზოში განალაგეს ზარბაზნები. მოქმედებაში ხალხ ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკები, მსხვილი კალიბრიანი ქვემეხები, რაკეტები. ტყვია დაუშინეს საქართველოს. ძმას, დას, ბიძაშვილებს, ძიძიშვილებს. ძევლად წაიყვანეს ქალაქის მერი თამაზ ვაშაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ავთანდილ რცხილაძე, დაჭრეს ქალაქის სამხედრო კომენდანტი რომან გვენცაძე. მოკლულთა შორის არიან მლოცველი და ქალი. ისრიან დამიზნებით, სიძულვილი და ბოღმით. უგუნურთ არ ესმით, რომ საკუთარ თავს ესვიან.